საღამოშვიდობისა ეთერშია დღის კომენტარი. მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დღის კომენტარი ეთერს დღეს პრეზიდენტობის ორ მსურველს უთმობს, რაც თავაზობენ მომავლის პარტიისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამორჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ამის თაობაზე გია მაისაშვილი და შალვა ნათელაშვილი პირდაპირ ეთერში დღეს თავად ისაუბრებენ. მაყურებელს შეგიძლიათ ჩაერთოთ გადაცემაში და გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22 33 და 22 34. ჩვენი სტუდიის სტუმარია გია მაისაშვილი, საღამოშვიდობის ბატონო გია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის, ბატონო გიორგი, მოვატიეთ. ჩვენ მოგვიანებით ჩაგვერთვება შალვა ნათელაშვილი. რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს, მანამდე კი პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დღეს არ შედგა. შეხვედრა 19 საათზე ნინო ბურჯანაძესთან უნდა გამართულიყო. დიალოგის მიმდინარეობაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. დეტალებით ჩვენი კორესპონდენტი ნინო შურღაია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ნინო. საღამოშვიდობის. ნინო, რას ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრის გადადების მიზეზად? შეხვედრის გადადების მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ განსხვავებულ ფორმატს მოლაპარაკებების თაობაზე. ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. რაც შეეხება თავად ოპოზიციას, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი კახა კუკავა აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მათ უკლებლივ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩვენი მოთხოვნები არის ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ეს არის იგივე, რაც იყო რჩება ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაცია. ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ წამს, როცა ხელისუფლება იქნება მზად ამ საკითხებზე დიალოგისათვის, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიალოგში. ნინო ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია თუ როგორი იყო ოპოზიციის მიერ დღეს შეთავაზებული განსხვავებული ფორმატი, თუმცა ის აცხადებს, რომ უმრავლესობა ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგზე და ბურჯანაძის თქმით, წარმართული დიალოგის ფარგლებში გასულ დღეებში უმრავლესობამ საკმაოდ ბევრი რამ დათმო, რასაც თავად ოპოზიციაც აღიარებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მისთვის გაუგებარია დღეს ოპოზიციის მხრიდან, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა აქციების და მანიფესტაციების ისევ გამართვას. დღეს დიალოგის ფორმატი ჩვენ დამოულოდნელად ცალმხრივად შეცვლილი იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არ დარღვეულა არც ერთი შეთანხმება და არც ერთი პირობა, რომელიც იყო მოცემული ამ შეხვედრების დროს, შემოთავაზებული იქნა ფორმატი, რომელიც აშკარად მიმართული იყო მოლაპარაკებების ჩაშლისაკენ. ამას ძალიან დიდი გათვლა და პოლიტიკური ალღო არ ჭირდებოდა, რომ ამას მიმხდარიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯობს გადაიდოს მოლაპარაკებები და ოპოზიციას იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი ნაწილიც ოპოზიციისა არის იმ საბჭოში, რომელიც რატომღაც მუდმივად ცდილობს დიალოგის ჩიხში შეყვანას. იმედი მაქვს, რომ ეს ჯანსაღი ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფორმატი დარჩეს იგივე, რაც იყო ადრე, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეხვედრა გადაიდო, უმრავლესობა ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგზე და იმედოვნებს, რომ ეს დიალოგი იგივე ფორმატში, რა ფორმატშიც მიმდინარეობდა გასულ დღეებში კვლავ განახლდება. დიდი მადლობა ნინო. ნინო შურღაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. ჩვენ გბრუნდებით სტუდიაში, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია მომავლის პარტიის ლიდერი გიორგი მაისაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გიორგი, იწყება მზადება რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და თქვენც აქტიურად აპირებთ ჩაება წინასაარჩევნო მარათონში. რატომ ვერ მოხერხდა, რომ ოპოზიციას ყოლოდა ერთიანი კანდიდატი? ძნელია, როდესაც ქვეყანაზე ჯანსაღ საზოგადოებაზე საუბრობ, ადამიანებს სხვადასხვა აზრი აქვს. აქ მთავარი კი არ არის ერთი კანდიდატის შეჩერება. მთავარია ეს პოლიტიკური დებატების პროცესი დაიწყოს და არ მოხდეს არა ტალახის სროლა, არა არათანაბარ მდგომარეობაში ერთმანეთის ჩაყენება, არამედ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იციან საქმის კეთება, რომლებმაც იციან რა ქვეყნისთვის რა არის მთავარი და მთავარია ჯანსაღი საზოგადოების შექმნა და ჯანსაღი ეკონომიკის შექმნა. საქმეზე ვილაპარაკოთ, ის რაც ჩვენ შვილებს სჭირდება, საზოგადოებას სჭირდება, იმას რომ საზოგადოება ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვიდეს. მე არ მაინტერესებს.
ვისაც აქვს ამის პრეტენზია, მივცეთ ამ ადამიანებს ყველას თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება, პოლიტიკა ვაქციოთ არა ჭორობის ობიექტად, არამედ ისეთ ასპარეზად, სადაც ხდება იდეებს შორის, პროგრამებს შორის, კონცეფციებს შორის დავა და არა დავა პიროვნებებზე. თუ არა გაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ხედვა იმისა, თუ რა გინდა, როგორი ქვეყანა უნდა აშენო, როგორ უნდა აშენო ის და რა არის ის სანუკვარე ადგილი, ის პატარა კუნძული, საითაც ეს პატარა ნავი ქართული სახელმწიფოების ამ ადიდებულ ოკეანეში რომ მიდის და მიარღვევს ტალღებს, როგორ უნდა მიიყვანო იქამდე, თუ არა გაქვს კომპასი, მაშინ თუ იყრი კენჭს რომელიმე არა მარტო პრეზიდენტობის თანამდებობაზე, არამედ პარლამენტის წევრობაზეც, ეს უზნეობაა ჩემის აზრით. ანუ ის რომ ოპოზიციას ყავს სხვადასხვა კანდიდატი, არის რამდენიმე კანდიდატი, თქვენთვის ეს უფრო ვისაც არ აქვს პროგრამა, ვისაც არ აქვს კონკრეტული გზა, ვინც არ იცის საქმის კეთება და ის იყრის კენჭს, ეს უზნეობაა და ეს საზოგადოება უნდა გადაწყვეტოს და საზოგადოება აღარ უნდა დათანხმდეს აი ამ ინფანტილიზმიდან უნდა ამოვიდეს და უნდა უთხრას ყველას. შენ გინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტობა, მაშინ მითხარი, როგორ უნდა დააყენო ქვეყანა ფეხზე. რა არის ის, საითაც უნდა წაიყვანო ქვეყანა. იმიტომ რომ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, ხელისუფლება ქმნის გარემოს, რომელ გარემოშიც მთელი საზოგადოება ცხოვრობს და იმ გარემოთი ვარ ჩვენ შეზღუდული და ის გარემო გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენს წარმატება თუ წარუმატებლობას და ჩვენ არ გვინდა კიდევ შემთხვევითი ადამიანი ავირჩიოთ და იმ ადამიანებმა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ჩვენი შვილებს ჩვენს პოტენციალს არ მიეცემა საშუალება გაბრწყინებისა და ბატონ გიორგი, პრეზიდენტობის იმ მსურველებს შორის, რომლებსაც სურთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თქვენ ხედავთ ისეთ ძალებს, რომლებიც შეიძლება შემთხვევით მოხვდნენ ამ ადგილას და არ სურთ საქმის კეთება. მე ერთი რამ ვიცი, არც ხელისუფლებას, არც ზოგიერთი ადამიანი თავს მთლიანი ოპოზიციის სახელით წარმოადგენს, ესეთი ადამიანი არ არსებობს, ეს საზოგადოება უნდა გადაწყვეტოს და არა რაღაცა პარტიების, რომელსაც ხუთი კაციც არ უჭერს მხარს, ესეთი პარტიები რომ შეიკრიბონ და რაღაც დაირქვან, თავენ თავს დაარქვან რაღაცა ოპოზიციური გაერთიანება, ეს არ იქნება კორექტული და ყოველგვარ აზრს გამოცლილი იქნება. და მიეცეს ყველა ადამიანს მონაწილეობის შანსი და წარმოადგინონ თავიანთი გზა. არც ხელისუფლებას დღეს და არც ოპოზიციურ გაერთიანებას არ აქვს კონკრეტული გზა. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტის გარეშე. პრეზიდენტი ამბობს, რომ მაგრამ ამ ოპოზიციური გაერთიანების მიერ გამართულ აქციაზე თქვენც ჩამობრძანდით ლონდონიდან მაშინ მონაწილეობის მისაღებად. ოპოზიციის მიერ გამართული აქცია არ იყო. ეს იყო ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის რეჟიმის უსულგულო არაკომპეტენტური მმართველობის შედეგად გამოწვეული ხალხის მღელვარება და არანაირი სხვა ოპოზიციის აქცია. ამ მღელვარების ნაწილი ვარ მეც იმ მიუღებლობისა, რაც ესეთი უსუსური ხელისუფლებისა გამო საქართველოს სჭირს დღეს 4 წლის მანძილზე. ჩვენი ეკონომიკა არ ვითარდება, ადამიანებს შესაძლებლობები არ იცემა, შეიძლება თქვას ვიღაცამ რომ ვითარდება, მაგრამ ეს ტემპი მიუღებელია, როდესაც ერთი მუჭა ადამიანები მდიდრდებიან და დანარჩენი 99 ღარიბდება. ეს მიუღებელია. ჩვენ გვინდა რომ საშუალო ფენაზე დაფუძნებული ეკონომიკა შევქნათ, ცოდნის და შესაძლებლობების ეკონომიკა შევქნათ, რომ ეს დაეფუძნოს სოციალური სოლიდარობის, სოციალური სამართლიანობის საზოგადოებას. ესეთი ქვეყანა უნდა შევქნათ. ეს არ იქმნება და აი ამის გამო მოვიდა ხალხი მივიდა იქ, სადაც მივიდა და არანაირი ოპოზიციური გაერთიანების გამო. მე ყოველ შემთხვევაში მივედი ამის გამო და ხალხსაც ზუსტად ამაზე ვესაუბრებ. თუმცა კვლავ გეგმავს ოპოზიციური გაერთიანება მანიფესტაციების გამართვას, მივა თუ არა ხალხი ამას ნახავთ 25 ნოემბერს, თქვენ აპირებთ შეუერთდეთ მათ მანიფესტაციებს. მანიფესტაციებში რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის. მანიფესტაციებში ადამიანებს უნდა მივცეთ იმედი, ადამიანებს უნდა მივცეთ სასოება იმისათვის, რომ საით უნდა წავიდეს ერთობლივი ძალებით ქვეყანა. ის რომ დღეს რეჟიმი ესეთი გაზებითა და მომწამლელი გაზებით და ხელკეტებით გაგვიმასპინდა ყველას ჩვენს, ეს შეურაცხყოფელია საზოგადოებისთვის და ესეთი მმართველობა, ასეთმა მმართველობამ უკვე საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. დასავლეთისგან მხარდაჭერა ამ რეჟიმს აღარ აქვს და ეს საშიშია. თუ ხელისუფლებამ შეინარჩუნა და სააკაშვილი ხელმეორე 5 წლის ვადით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საქართველოს იქნება საერთაშორისო იზოლაციაში. მას უკვე აღარ შესწევს, მორალური ავტორიტეტი აღარ აქვს. მარტო ფიზიკური ავტორიტეტი არ კმარა იმისათვის, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენო და მართო. პრეზიდენტისთვის პირველი იარაღი არის
არა ფიზიკური ძალაუფლება, არამედ მორალური ავტორიტეტი, მორალური ძალაუფლება. მისი გავლენა საზოგადოებაზე რამდენად დიდი, იმიტომ რომ მან პირადი მაგალითით უნდა მართოს ქვეყანა და შექმნას კლიმატი, მოიტანოს მექანიზმი ქართული სახელმწიფოებრიობისა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს მიეცემა საშუალება ჩვენი ენერგიის, ჩვენი პოტენციის მაქსიმალური გამოვლენისა. რა იქნება თქვენი როგორც პრეზიდენტობის მსურველის ჯერჯერობით არა ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატის მთავარი იარაღი? ჩემი მთავარი იარაღია თანამედროვე ეკონომიკის შექმნა და თანამედროვე განათლების სისტემის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ცოდნის და შესაძლებლობების ეკონომიკას მხოლოდ და მხოლოდ ცოდნის და კვალიფიციური კადრი ქმნის. ანუ ეკონომიკური პოლიტიკა ჩემთვის ეს იგივე იქნება, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკა. ხოლო ეს ორივე გვჭირდება იმისათვის, რომ შევქმნათ სამართლიანი, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ფიზიკურ სიღატაკეში. იმის გამო რომ სულიერად ვართ გაღატაკებული და სულიერ გაღატაკება სჭირდება ისეთი ანუ სოციალური პოლიტიკა თქვენთვის იქნება ერთ-ერთი სამართლიანობა იქნება მთავარი მიმართულება. სოციალური სოლიდარობა, როდესაც სოლიდარობის გზნობით არის გამშვალული საზოგადოება, დობის ფაქტორი მაღალია და 21 საუკუნის ეკონომიკას დობის გარეშე ვერ ააშენებთ. აი კონკრეტულად რა შესთავაზებთ თქვენ ამ მრჩეველს ბატონ გიორგი, რომ ხარი დაგიჭიროთ მათ საპრეზიდენტო არჩევნებში? კონკრეტული ჩემი საქმე იქნება ერთი ძალიან მარტივი. პრეზიდენტის ამოცანაა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, ისეთი ბიზნესისათვის, ეკონომიკური საქმიანობისათვის, ისეთი ხელსაყრელი პირობა, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგეტიკის მქონე, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერების მქონე, ბიზნესის ანტრეპრენიორული ნიჭის მქონე ადამიანები ჩაერთვნენ და ორგანიზაციები ბიზნეს საქმიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში. როდესაც ესეთი გარემო შექმნილი, ხელშემწყობი გარემო, როდესაც იაფია ბიზნესის წარმოება, მაშინ ბევრი ებმევა ამ წარმოებაში, როდესაც ბევრი ებმევა, შესაძლებლობები ბევრს ექმნება, შესაძლებლობები თუ ექნება, ბევრი სამუშაო ადგილი იქნება. და როგორ უნდა შეიქმნას ბიზნეს გარემო? ბიზნეს გარემოს შესაქმნელად რამოდენიმე საფეხურია გასავლელი. პირველი არის ძალიან მარტივი, სამართლიანი, დაბალი საგადასახადო სისტემა. მეორე, ბიუროკრატიული და მარეგულირებელი სისტემის გამართულობა და აწყობილი მუშაობა. მესამე, კრიმინალური სიტუაციის დარეგულირება. მეოთხე, სოციალური კაპიტალის არსებობა. აი ეს 4 იქნება ჩემი მთავრობის პრიორიტეტი, რომ ეს 4-ვე შექმნა და დავიწყოთ პირველი სასწრაფო. ვიცი რომ ბევრი დრო არ აქვს. საგადასახადო პოლიტიკა. მოდით ბატონ გიორგი, რომ მეკითხოთ ეს წარუმართოთ საუბარი, კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პრიორიტეტიც არის, პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება ამაზე და სოციალური პრობლემების მოგვარება და ამაზე ორიენტირება არის ახალი მთავრობის მთავარი სტრატეგია. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა არის თქვენი განსხვავებული, რას თავაზობთ თქვენ განსხვავებულია კრიმინალებთან ურთიერთობაში ჩემში, მხოლოდ დეკლარირება არ არის საქმე. ხელისუფლება ბევრ რაღაცის დეკლარირებას გააკეთეს. აი კრიმინალებთან ბრძოლა. კრიმინალებთან ბრძოლა ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ შედეგს, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომს, არამედ დაავადებას. ესე იგი ჩვენ კრიმინალებთან ბრძოლა იქნება ორი მიმართულებით. კრიმინალების გამომწვევი მიზეზი და კრიმინალობის შედეგი. ორივე მიმართულებით უნდა ვიყოთ სამართლიანი და მკაცრი. ეს ჩვენი პოლიტიკა. მეორე, რაც შეეხება სოციალურ სამართლიანობას, სოციალური სამართლიანობა არ არის ის, რომ ადამიანის ღირსებაა დარღვეული. პირველი ამოცანა დასავლური სახელმწიფოსი არის არა დემოკრატია, არა საბაზრო ეკონომიკა, არა ლიბერალური სახელმწიფო, თუმცა ესენი ყველანი შემადგენელი ნაწილია თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოებისა, არამედ უპირველეს ყოვლისა არის პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობა და მისი თავისუფლება. პიროვნება არის ყველაზე მაღალი ღირებულება. დღეს აი მე თქვენ შეგეკითხებით, ხომ არ არის საქართველოში პიროვნების ღირსება დაცული? ხომ ხდება მოსმენები? ხომ ხდება უსამართლო დაპატიმრება? ხო ხდება ადამიანებისა, რომელსაც შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილი შეტანა და მათ არ ატანინებენ ამ წვლილს იმის გამო, რომ არ არიან იმ გუნდის ექსკლუზიური წევრი, ნაციონალური მოძრაობა მაქვს ხედელობაში, რათა მართონ ქვეყანა. ხო ხდება აღიარებს. მე ამ შემთხვევაში თქვენი ოპონენტი არ გახლავართ, ბატონ გიორგი, მე გახლავართ წამყვანი გადაცემის თქვენ თვალებში ვკითხულობ იმას, რომ თქვენც იზიარებთ, რომ საქართველოში პიროვნების ღირსება შელახულია. საქართველოში პიროვნების ღირსება უნდა დავაყენოთ პირველ ეტაპზე. აი ეს იქნება ჩემი განსხვავებულობა ხელისუფლებას შორის და რა იქნება განსხვავება ალტერნატივ საგარეო პოლიტიკაზე თუ შეიძლება ვისაუბროთ. მე ვიცი რომ ცოტა დრო მაქვს და ამიტომ სწრაფად მინდა გითხრათ ერთი მომენტი, რომ აუცილებელია, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობაზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხოლმე საქმე მიმდგარი დასავლეთში და ეს ხელისუფლება დასავლეთისგან იღებს
რჩევადარიგებებს და თუ რჩევადარიგებებს იღებს დასავლეთიდან მე მინდა კარგი რაღაცების რჩევადარიგებები მიიღონ და შევთავაზო ესეთი რამ რომ დასავლეთში ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთავარი კანდიდატების შორის იმართება დებატები. მათ შორის მომქმედ პრეზიდენტს შორსა და სხვა კანდიდატებს შორის, იმიტომ რომ მომქმედი პრეზიდენტი უკვე კანდიდატის რანგში გადადის. მე მინდა საქართველოში გადმოვიტანოთ ეს პრაქტიკა და მოუწოდო მიხეილ სააკაშვილს როგორც ერთ-ერთ კანდიდატს პრეზიდენტობისა დართოს უფლება მის ხელქვეშ და მის დაქვემდებარებაში არსებულ ტელევიზიებს რომ მოეწყოს საჯარო სატელევიზიო დებატები ძირითად კანდიდატებს შორის და მე მოუწოდებ ამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილსაც დავსხდეთ ჩვენ და ვისაუბროთ და თემატიკა არის მთავარი რა. ეკონომიკას უნდა მიექცეს ერთი დებატები უნდა გაიმართოს ეკონომიკაზე, მეორე დებატები უნდა გაიმართოს საგარეო პოლიტიკაზე, მესამე დებატები უნდა გაიმართოს განათლების სისტემაზე და მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არის საქართველოს პრეზიდენტი, მას თავისი უფლებამოსილება არ მოუხდა, როდესაც დაინიშნება ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი და დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. ალბათ ყველა ტელევიზია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც მეგაძლევთ ამის პირობას, რომ ყველა კანდიდატს უთმობს მისთვის განკუთვნილ საეთერო თუნდაც პრეზიდენტი იყოს ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეაფასოს ვის უკეთესი პოლიტიკა აქვს, ვის უკეთესი პროგრამა აქვს და გეგმა ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში, სოციალურ საკითხებზე, განათლების სისტემაში და ასე თავისუფალი აზრის ესეთი დემონსტრირებით საზოგადოებამ გადაწყვიტოს და დღეს ხომ არ არის ამის შესაძლებლობა და მე ვიწევ მიხეილ სააკაშვილს თუ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ დაბრძანდით და ვილაპარაკოთ ეკონომიკაზე, ვილაპარაკოთ განათლებაზე, ვილაპარაკოთ საგარეო პოლიტიკაზე, რაც ასე რიგას სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სამივე ეს არის ჩიხში შემწყდეული. ანუ თქვენი მიზანი, როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, არ არის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყნის მმართველობის მოდელის შეცვლა. ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა. ჩემი ბრძოლა პრეზიდენტობისთვის აქვს ერთადერთი მიზანი. პრეზიდენტობა არის მიზნის მიღწევის საშუალება. ჩვენი მიზანია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სოლიდარული საზოგადოების შექმნა, რომელსაც აქვს უნიკალური შანსი. ეხლა კაცობრიობას ძალიან დიდი დოზით სჭირდება საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფუნქციის შეძენა. ეს არის ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლის თამაში. ჩვენ არა ვართ მთლიანად დასავლელები და ჩვენ არა ვართ მთლიანად აღმოსავლელები. ჩვენ გვაქვს ნაწილი ჩვენს ტემპერამენტში, ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს სულში, ჩვენს ისტორიაში აღმოსავლური, ნაწილი დასავლური. ეს უნდა გამოვიყენოთ და აი ამ პირობებში, როდესაც ეს ორი დიდი ცივილიზაცია კატაკლიზმის წინაშეა და ესე დიდი ჯახილია, ამ შემთხვევაში ვითამაშოთ ხიდის როლი. ეს სჭირდება კაცობრიობას ჩვენგან და მე მაქვს მოდელი, რომელიც ამ ხიდის როლს ეფუძნება და ქმნის ახალ ეკონომიკას, ახალ შესაძლებლობებს და სამართლიან გარემოს. როდესაც საქართველო იქნება მიმზიდველი, საქართველო იქნება ხიდი, საქართველო იქნება სანთელი. მაგრამ იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ამას არ აქვს. კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო რესპუბლიკა ის ჩემთვის მისაღებია კონსტიტუციური მონარქია. ჩემთვის მისაღებია საპარლამენტო რესპუბლიკაც, ჩემთვის მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკაც ერთი გამონაკლისის გათვალისწინებით. ეს გამონაკლისია ის, რომ ხელისუფლების სამივე შტო, ანუ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, ერთმანეთის დამბალანსებელი, ერთმანეთის შემავსებელი და არ მოხდეს ერთი პიროვნების ან ერთი შტოს მიერ უზურპირება და მონოპოლიზება დანარჩენი და მეოთხე ხელისუფლებაც უნდა იყოს რასაკვირველია თავისუფალი, რომ მოხდეს საჯაროდ აი ამ ყველაფრის ღიად გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღება და პროცესს არ მართავდეს ერთი პიროვნება. რაოდენ გაცისკროვნებული, რაოდენ წარჩინებულიაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ერთი პიროვნების ნამართი საზოგადოება იქნება ავადმყოფი. და ამიტომ ჩემს ინტერესში შედის, რადგანაც მე ვარ რაღაც აი ამ საქმის სპეციალისტი, ვიცი რომ პრეზიდენტის ხელისუფლება უფრო ეფექტური იქნება თუ მოხდება მისი ძალაუფლების დიფუზირება, განაწილება პარლამენტზე. პარლამენტის ძალაუფლება უნდა გაიზარდოს, პარლამენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს. რომ პარლამენტში როგორც დღეს არის, რომ პარლამენტი არის ერთი კაცის ნების უჩუმრად, მონურად დამკვირვებელი, პარლამენტი უნდა იყოს დებატების ადგილი. პარლამენტში თუ არ ხდება დებატები, ის საზოგადოება ჯანსაღი არ არის. და მე მინდა რომ ძალიან ხშირად ხდება დებატები ჩხუბის ზედა გინებას არ გულისხმობ. დებატები
იდეებს შორის, დებატები მიმართულებებს შორის, დებატები პროგრამებს შორის. ეს მე არ მომისმენია ჯერ და მე მინდა რომ პარლამენტს მივცე დიდი უფლებამოსილება და პრეზიდენტის როლი, პრეზიდენტის უფლებამოვალეობა რაც შეიძლება შეიზღუდოს და პრეზიდენტს დარჩეს ერთი მთავარი იარაღი, მორალური ავტორიტეტი ქვეყნის ლიდერისა, ქვეყნის წინამძღოლისა და თუ მას არ აქვს მორალური ავტორიტეტი, რაც არ უნდა დიდი ფიზიკური ძალაუფლება მისცეთ მას, ის მხოლოდ და მხოლოდ უკუღმართად გამოიყენებს მას. მე მჭირდება, მე ვიბძვი ისეთი ქვეყნისთვის, მე მინდა ისეთი პრეზიდენტი ვიყო, როდესაც ჩემი მთავარი იარაღი იქნება, ჩემი პირადი მაგალითი, ჩემი მორალური ავტორიტეტი და ვიცხოვრებ ისე როგორც ჩემი ხალხი ცხოვრობს. ხალხს არასდროს არ მოვატყუებ. ეს არის ესეთი მოსაზრებებიც უმრავლესობის მხრიდან, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა, რომელიმე კანდიდატურის, აქ თქვა ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურის სასარგებლოდ. თუ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჩვენ სასარგებლოდ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. და კიდევ ერთი, როდესაც პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეში არჩევნები 5 იანვარი როცა დაასახელა თარიღად, თქვენ მაშინ გააკეთეთ განცხადება, რომ 2008 წლის იანვარში თქვენ დაამარცხებთ მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო ყუთთან. ანუ თქვენი მთავარი კონკურენტი წინა საარჩევნო მარათონში არის მიხეილ სააკაშვილი. მე გამოკითხვის შედეგებს მოგცემთ, თუ გაინტერესებს საზოგადოებასაც, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფმა არ გავაჟღერებ, ეხლა სააგენტომ კვლევების ცენტრმა გააკეთა გამოკითხვა დღევანდელი დღის შედეგით, რომელიც არ გახმიანდება იმის გამო, რომ ეს მისთვის არ არის ხელსაყრელი და გამოკითხვის შედეგებია შემდეგი, მოსახლეობას ალბათ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი მხარდამჭერთა პროცენტი არის 30% და 2/10, ჩემი პროცენტი არის 29.8% და მესამე ადგილზეა ოპოზიციის კანდიდატურა მემარჯვენეების 16.7%-ით. აი დღევანდელი შედეგი ესეთია და აქედან გამომდინარე, პირველ ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი 1% გვისწრებს დღევანდელი მაჩვენებლით და ჩვენ არ მოგვეცა ჯერ საშუალება საარჩევნო კომპანიისა, მე მინდა უთხრა ჩვენს მეგობრებს, ამომრჩევლებს, რომ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ნახავთ სულიად ახლებურ გულს, ახლებურ სულს და ამას მოწოდებულს განსხვავებულად და მე მინდა რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ წყდება 5 იანვარს, რომ არჩევანი გვაქვს შიშსა და იმედს შორის, არაპროფესიონალიზმსა და პროფესიონალიზმს შორის, გულსა და უგულობას შორის, მომავალსა და წარსულს შორის და მე მინდა რომ თქვენი დახმარებით 5 იანვარს მოდით და ხმა მივცეთ მომავალს და დავამთავროთ წარსულის არსებობა, მივცეთ ხმა ჩვენი შვილების მომავალს და საქართველოს გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენი შვილები გაიმარჯვებენ. ჩემი პრეზიდენტობა თქვენ. ესეთი წარსული არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის წარსული, რომელიც ნამდვილად ჩვენია. ის ფესვები, საიდანაც ჩვენ მოვდივართ და იმ ფესვებს უნდა დავაფუძნოთ მომავალი თანამედროვე საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახდათ მომავლის პარტიის ლიდერი გიორგი მაისაშვილი. ჩვენ კი განმოგზავნებთ გადაცემას და ამჯერად გვაქვს პირდაპირი ჩართვა დღის კომენტარის შეკითხვებს უპასუხებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. საღამომშვიდობის ბატონო შალვა. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო შალვა, თქვენი პარტია იყო ერთ-ერთი იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელიც გაერთიანებული იყო ეროვნულ საბჭოში. რატომ არის დღეს შალვა ნათელაშვილი როგორც პრეზიდენტობის მსურველი ცალკე? მე მინდა დიდი მოკითხვა გადავცე თქვენს ტელემაყურებლებს, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სანამ ტელეკომპანია იმედი არ აღდგება თავისუფლებებში, იქ დაპატიმრებული იქნება თავისუფალი სიტყვა, არანაირი სამეურნეო მდგომარეობის გაუქმება საქართველოში არ მოხდება და არც მომხდარა. რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატობას, ამის თაობაზე მე არ ვიცი ვინ გაიგო პირველად, მაგრამ რაც მე პოლიტიკაში ვარ, ჩემი მიზანია მოვიდე სახელმწიფოს სათავეში, არა იმიტომ რომ სააკაშვილის მსგავსად ჩემი ოჯახი ჩაობა ბიზნესში, ვაკეთო მილიარდები, გავყიდო ეროვნული სიმდიდრე, მოვიყვანო ბოკერიები, ლომაიები, ნადირაძეები, თარგამაძეები და სხვა უმსგავსო ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მეწველი ძროხა გონიათ, დავამყარო ტერორისტული რეჟიმი და ხოცო ხალხი და გამოაცხადო ქიმიური ომი მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ. არამედ ჩემი მიზანია მოვიდე ხელისუფლების სათავეში, რათა ადამიანებს მაპატიეთ დაუბრუნო ღირსეული ცხოვრების საშუალება, მივცე ღირსეული პენსია და ხელფასი,
მივცე ღირსეული უფასო განათლება, მივცე უფასო გადაუდებელი სამედიცინო განათლება, დაუბრუნო ანაბრები, არ გავყიდო ეროვნული სიმდიდრე, არ დაუშვა ძალადობა, საქართველოს რო გახსნას 4 მხრიდან კარები და ყველა კუთხიდან შემოედინებოდეს მეგობრობა, სიმდიდრე, ნედლეული, სამუშაო ძალა, კაპიტალი, აი ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის მიზანი. ეს მიზანი გრძელდება უკვე 15 წელია. 7 ნოემბერმა აჩვენა ქართული ხალხის გაუტეხულება, გმირება კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს. 7 ნოემბერს ხელისუფლება დამარცხდა, დაიწყო მისი დაშლის პროცესი. მკვლელი პრეზიდენტი ფაქტურად გადამდგარია, გადაყენებულია მთავრობა. 5 იანვარს შობის წინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სააკაშვილი აღარ გვეყოლება როგორც პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არიგებს ახლა დაპირებებს, ახლა გაახსენდა რომ თურმე საკასო ოპერატივი ცუდია და ამაზე ჩვენ 2 წელია ქუჩაში ვართ. ახლა გაახსენდა რომ პენსიები და ხელფასები ცოტაა, რომ ბიბლიოთეკარს 100 ლარი აქვს და ამას ყოველდღე ვეუბნებოდით. ყველაფერი ახლა გაახსენდა, მაგრამ მე მინდა მას უთხრა, ბატონო მიხეილ, თქვენ ხელის გულზე ერბოკვერცხი კი არა, წვადი რო შეუწვათ ხალხს დასატრინა, თქვენს კი გული აღარ მოუბრუნდება არავის, იმიტომ რომ ხართ ტერორისტი და მკვლელი. ბატონ შალვა, თქვენ როგორც პრეზიდენტობის მსურველი, თქვენ რას თავაზობთ კონკრეტულ სამომრჩეველს, რომ მათ არჩევნებზე თქვენ დაგიჭირონ მხარი? თავაზობა იმას, რაც ჩამოგითვალეთ. თავაზობ იმას, რომ საქართველოს მართავდეს ქართველი ხალხი, საქართველოში მაცხოვრებელი ხალხი, კონდეს ეროვნული, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება პირველ რიგში ადამიანის უფლება დაცული, დაწყებული მიტინგების ჩატარების თავისუფლებიდან დამთავრებული ღირსეული ხელფასით, ღირსეული პენსიით, ღირსეული მკურნალობით, უფასო განათლებით, არაძალადობით, რა უნდა შევთავაზოთ? ბატონ შალვა, თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ მოეწყოს მასშტაბური მანიფესტაციები თქვენი გადადგომის მოთხოვნით, ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პასუხი? პირველ რიგში მე დავაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს და არ გავუშვებ გაზის ბომბებს. ანუ გადადგებით? გაზის ბომბებს და ქიმიური არაღს დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს. რასაც მოითხოვს ხალხი. ხალხი ამ მიტინგებზე სააკაშვილის გადადგომას კი არ მოითხოვდა თავიდან. მოითხოვდა ვადიან საპარლამენტო არჩევნებს. აპრილში გაზდიოდა აი ამ საშინელებას, რასაც პარლამენტი ქვია ვადა და სააკაშვილმა გაუგზავნა იმ წლის ბოლომდე. ამას მოითხოვდა ხალხი პირველ დღეს და როდესაც მაპატიედა შეჯდა არ მინდა ეხლა თქვენ რეიტუერო იხუმრავ, არაფერი სახუმროთ არა გვაქვს საქმე. ნუ ესე გაჯიუტდა პრეზიდენტი, ბოლოს ჩვენ მივიღეთ უკვე გადაყენებული პრეზიდენტი და დაშლილი მის სახელმწიფო მანქანა, ხო? რომ დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა. ეს პრობლემა გადაიწევდა ცოტა ისე. დანიშნულია პლებისციტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ბატონ შალვა, თავარია დანიშნულია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს შეუძლია გადაწყვიტოს თავისი ბედი, ისე რომ 21 საუკუნეში ჩვენ ვიაროთ წელგამართულად და მე ურჩევ სააკაშვილს, რომ დროზე ჩაალაგოს თავისი ბარგი ბარხანა, არც გაბედოს თავისი გვარის ბიულეტინში შეტანა, თუ ჭკუა აქვს, რადგანაც მისი მცდელობები, მისი ფახი-ფუხი, მისი ჩხუბი და წივილ-კივილი სხვადასხვა ადგილებიდან მას მხოლოდ და მხოლოდ უგდებს რეიტინგს, რომელიც აღარ გააჩნია. წევან ჩემი კოლეგა ამბობდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რომ რაღაცა 30% აქვსო სააკაშვილსო, ნუ მთლად სწორი მონაცემი არ არის. არანაირი 30% არ გააჩნია, ოჯახიც კი მე მგონი მას ეუბნება უკვე, რომ დროა დაამთავრო პრეზიდენტომანია და მოცილდე მაგ პოსტს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვენს კოლეგას ამ მონაცემებში თქვენ არ უხსენები ხართ ბატონ შალვა და თქვენ როგორ აფასებთ თქვენ შანსებს და თქვენი კონკურენტების შანსებს? ჩემთვის თავარია და საქართველოსთვის რომ სააკაშვილის რეჟიმი მოვიცილოთ. ვინც გაიმარჯვებს, მე პირველი მიულოცავ მას სულით და გულით. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, პრიორიტეტი ქვეყნის მმართველობის მოდელის შეცვლა. მმართველობის მოდელის შეცვლა ეს იყო ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა. იგი გაჟღერდა პირველად, კარგად გახსოვთ, 10 მაისს ამ წლის 12000 კაციან მიტინგზე პარლამენტის წინ, როდესაც სხვათაშორის დაიწვა სააკაშვილის ფიტული სახალხოდ და მაშინ უნდა იფიქრა სააკაშვილს, რომ სუდად მისდიოდა საქმის ფიტული, ჩემი იმით კი არ დაიწვა პარტიის განკარგულებით, ხალხმა სიამოვნებით დაგლიჯა და დაწვა. აი გაისმა მოთხოვნა, რომ ჩვენ არ გვინდა სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვინდა საპარლამენტო ლიბერალური მოდელი, სადაც არ იქნება მესია კერპი და აი ესეთი გადარეული ვინმე, ან ჭკუ არ შეეცვლება მერე და არ დაგვიშენს ბომბებს და არ დაგვიშენს ტყვიებს და არ გამოიყვანს სპეცნას. ამიტომ ეს იდეა არის ლეიბორისტული პარტიის. ჩვენ ვამოყობთ იმით, რომ ხალხი მხარს უჭერს ამ იდეას და აუცილებლად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც ხალხი აირჩევს რა უნდა მას ნახევრად საპრეზიდენტო ამ მოდელზე საუბარი არის, ეს უნდა დაინგრეს. ნახევრად საპრეზიდენტო, ნახევრად საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია, თუ რაიმე ისეთი უფრო ეროვნული მოდელი, რომელიც ზუსტად ასახავს ერის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ასე რომ ფაქტიურად
ის საპრეზიდენტო არჩევნები ხუთიანთვის ნიშნავს იმას, რომ ამგვარი მოდელის პრეზიდენტებს ავამტყოფებს, პათოლოგებს და ტერორისტებს სამუდამოდ მშვიდობებით და მოვლენის პრეზიდენტები, რომლებიც იქნებიან ხალხის მსახურნი, გაკონტროლებული ერისგან და ბერისგან და არ იქნებიან ჭკუის დამრიგებელი, სატრაპები, ჯალათები, ციხის უფროსები და ყვარყვარეები, რაც თავარია. რასაც წარმოადგენს დღევანდელი პრეზიდენტი. ბატონ შალვა, ხელისუფლების მხრიდან, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან თქვენი მისამართით არაერთხელ გაისმა პრორუსულობის ბრალდება, რუსეთთან ურთიერთობაზე იყო საუბარი. თქვენ, როდესაც იყავით ეროვნულ საბჭოსთან ერთად, მანიფესტშიც დააფიქსირეთ ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. ამჯერად თქვენი როგორც პრეზიდენტობის მსურველის სტრატეგია როგორია საგარეო პოლიტიკის კუთხით? ეხლა ეს ბრალდება ნათია ალბათ თქვენს გულში გეცინებათ პრორუსულობის თაობაზე იმ ძალისგან, იმ პრეზიდენტისგან, რომელმაც გვერდში დაიყენა ვარდების რევოლუციის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, იმავდროულად რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფია ის მინისტრი, რომელიც იჯდა დღე-და-ღამე რუსეთის დაზვერვის პატრიარქის ევგენი პრიმაკოვის კაბინეტში, რომელიც მისი ბიძის მაგაცია და მისი ბიძაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი გახლავდა და მიმაგრებულია გაეროში განიარაღების კომიტეტში იქ რაღაცა ინფორმაციებს აწვდის რუსეთის დაზვერვას და კაცი, რომელიც 2 წელი მუშაობდა საბჭოთა კავშირის კგბ-ს ოფიციალურ შემადგენლობაში და რომლის ხელწერილით სამუდამო თანამშრომლობაზე ამ ორგანიზაციასთან დღესაც დევს ლუბიანკის არქივებში და მე მაინტერესებს რუსები რატო არ აქვეყნებენ ამ დოკუმენტს, ალბათ სჭირდებათ აგენტი და კიდევ ვინახავენ. ეხლა რაც შეეხება ჩემს ოფიციალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მის ოფიციალურ დიპლომატებთან და ამის გამო შპიონობის დაბრალებას, ეს უკვე სამედიცინო სფეროა. მე უგჩევდი, ვინც შეიძლება დაიჯეროს ეს სისულელე, მე აკითხოს შესაბამის პოლიკლინიკას, შეიძლება უფასო მკურნალობა ჩაუტარდეს პირველ რიგში პრეზიდენტს, ეს იყო ოფიციალური დიპლომატები და თუ სააკაშვილმა მისმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ, რომ ეს ორი დიპლომატი ოფიციალური იყო იმავდროულად სპეცსამსახურის მუშაკი და ეს არ აღკვეთეს 2 წლის წინ, ეგ ჩანაწერები 2 წლის წინამდე ბატონ შალვა, აი პრეზიდენტების შემთხვევაში დავუშვით როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება დასავლეთთან, რუსეთთან? ჩვენი დამოკიდებულება არის 4მხრივი კარგახსნილობის პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით. მხედველობაშია ნატო, მხედველობაშია ევროკავშირი. ჩვენ აღვადგენთ მეგობრულ ურთიერთობას რუსეთთან, აღვადგენთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, საავიაციო მიმოსვლას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსკოვში სეპარატისტებმა არ ჩააწყონ საქმე და არ მიიღონ დამოუკიდებლობის აღიარება, საიდკენაც მიდის ახლა ძალიან ცუდად საქმე სააკაშვილის არასერიოზული პოლიტიკის გამო, რადგანაც მან ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენა ამ ქვეყნის მეთაურს, ლილიპუტინიდან დაწყებული და კიდევ სხვა რაღაცები დამთავრებული. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავასწოროთ ურთიერთობა რუსეთთან, არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არამედ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ჩინეთთან, მაგრამ არა იმ ხარჯზე, რომ აქ ჩამოვიდეს იქაური მუშახელი და ჩვენი ისედაც მშიერი და გამწარებული ხალხი სამუშაო ადგილებიდან გაყარონ. ჩვენ დავიცავთ საიმიგრაციო კანონმდებლობას იმ დონეზე, რომ აქ არავინ ადგილობრივის კონკურენცია არ გაუწიონ ლუკმაპურის მოპოვებაში. რაც დააკეთა სააკაშვილმა, ერთგვარად რუსეთთან კარგი ურთიერთობა და ნატოში გაწევრიანების, ანუ ნატოში ინტეგრაციის გზის გაგრძელება ერთგვარად შეუთავსებადია და თქვენ როგორ აბსოლუტურად შეთავსებადია, ნათია, მე მინდა გითხრათ თქვენ კარგად ერკვევით პოლიტიკაში, რუსეთი გახლავთ აი იმ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ქვია ნატო პლუს რუსია და ყოველ კვარტალში ეგ გენერლები ერთად შედან და ერთად გეგმავენ მსოფლიო სტრატეგიას. მაგრამ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ყოველთვის აცხადებენ, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში მათთვის მიუღებელია, მით უმეტეს რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, არა მხოლოდ საქართველოს გაწევრიანებას ამ ალიანსში. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის დაშლასაც, მაგრამ ის კავშირი დაიშალა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ვარშავის ხელშეკრულების დაშლას, ეს იყო სამხედრო ორგანიზაცია ნატოს მსგავსი, მაგრამ დაიშალა. არის ისტორიული კანონზომიერება, რომელსაც ვერ გააჩერებს ვერც რუსი, ვერც ქართველი და ვერც მთელი მსოფლიო. ეს კანონზომიერება მიდის დასავლური ინტეგრაციის გზით, რომლის ერთ-ერთი ნაწილი უახლოეს წლებში აღმოჩნდება რუსეთის, ასე რომ ამ საკითხების დარეგულირება ტერიტორიების დაკარგვის გარეშე და ტერიტორიების შემომტკიცებით რუსეთთან სავსებით შეიძლება, ოღონდ არა ისეთი ფსიქოპატი პრეზიდენტის მეშვეობით, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც მაპატია და დედაკაცივით ილანძღება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ბატონ შალვა, და კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილ ხართ საზოგადოების წინაშე, კამერების წინაშე, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე თქვენი არხით გავს, თქვენი ფანი გავხდი ის დღეები, როცა ვიმყოფებოდი არალეგალურ მდგომარეობაში, მიტინგის
დარბევის შემდეგ, სადაც მე ვყლაპე ერთი 10 მაგი ოდენობა გაზების, იმიტომ რომ პირდაპირ ჩემზე ისროდნენ, ასე ვთქვათ, დამიზნებითი სნაიპერებია თუ ვინც არიან, ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ წაქცეული არავის ვენახე და ფეხით ვიარე ბოლომდე, კოლმორობის მოვიდნავ და შემდგომ რიყემდე ვიგზენი თავი ბუნებრივია ცუდად და შემდგომ მოვიდა ცნობა, რომ 3 საათზე მოხდება თავდასხმა ბინაზე, ოფისზე, ლიკვიდაციის მიზნით, რათა არაერთხელ თქვი გამბავი თქვენი ტელევიზიითაც, გვამები გადაეტანათ ცხინვალის რეგიონში და თქვენ საიდან გაქვთ დარწმუნებით ასეთი ინფორმაცია ბატონო? თქვენ ლიკვიდაციას გაქვთ? რუსეთში გავრბოდით ჩვენ და მოხდა ლიკვიდაცია. მე რა თქმა უნდა ეს არ დავიჯერე, სანამ ჩემო დაცვამ ძალით არ გამიტანა კაბინეტიდან, არ გადამიყვანა ახლობლის სახლში და ღამის 3 საათზე აი ამ ოფისში 300 სპეცრაზმელი შეერაგებული კბილებამდე მოვიდა დასარბევად, იმავდროულად ჩემ ბინაში თბილისში და მამაპაპის ფუძეზე ბაზალეთში მოხდა შტურმი და მიმართულება იყო ერთადერთი ადგილზე ლიკვიდაცია, რადგან არანაირი დოკუმენტი, ეხლა აგენტის კაბინეტიდან პირველ რიგში დოკუმენტები უნდა წაიღო. ხო უნდა მოძებნო, იქნებ ფული მოვიდა აგენტობაში იმ დღეს მომოწყენებული რომოთი ხარ. ესე იგი არ ქონდათ ეს მიზანი ლიკვიდაცია, ეს არ გამოვიდათ იმ დღეს და მეორე დღეს უკვე წამომიყენეს ოფიციალური ბრალდება ჯაშუშობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე და 20 წელიც მომისაჯეს. ამას მოუყურებდი თქვენი ტელევიზიით ყველაფერს. მინდა გითხრათ და მას შემდეგ რაც ჩაერია საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ნიქსონ ცენტრის პრეზიდენტი ვაშინგტონიდან დიმიტრი საიმსი, სააკაშვილი უკვე აკნავდა იმის თაობაზე, რომ არავინ ჩემ დაჭერას აპირებს და შემიძლია გამოვიდე და კენჭი ანუ ვაშინგტონის დამსახურებაა, რომ თქვენ თავს უსაფრთხოდ გრძნობთ ბატონშობა. მე მადლობას უცხადებ ვაშინგტონს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ევროპას და მართლაც საოცარია რა რუსეთის აგენტი გადაარჩინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს ცოტა შეუთავსებადია, მაგრამ სავსებით ლოგიკურია ბუნებრივ მდგომარეობაში გარდა სააკაშვილის თავში მომწიფებული ავტომატური აზრების. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. სააკაშვილის გარეშე. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის კომენტარის შეკითხვას პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პასუხობდა. ჩვენ კი განმოგზავნებთ გადაცემას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პრეზიდენტი მეცნიერებს დახმარებას და დაფინანსების გაზრდას პირდება. მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში ჩვენ რამდენიმე წუთში ბრუნდებით. ახალი ინიციატივა ისტორიული ძეგლების დასაცავად მიხეილ სააკაშვილი რესტავრატორებს და მეცნიერებს დაფინანსების გაზრდას პირდება. უნდა გადავასამაგოთ ხელფასები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ცალკე დავალება ამას გულგენძეს ვეთქვით. ეს წარმოუდგენელია, ჩვენ არ შეიძლება სულყავდეს ესეთი რა ვქო მოხალისეები რა, ენთუზიაზმი და მოხალისეობით შეიძლება გაკაჩოთ ცოტა ხანი და თერი ცხოვრება ესე ვერ იქნება. არასოდეს საბჭოთა პერიოდში კი ამოდენა სამუშაოები მუზეუმებში საერთოდ არ ყოფილა. არა მარტო საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა დავით ნინიძე, ანი კლდიაშვილი, ვანო გრემელაშვილი დღის კომენტარში.